აი რადგეში ჩაგაგდოთ ხები? აი მე ხო სამართალ დამხვევი ვარ. მე ვარ სამართალ დამხვევი, მაგრამ თქვენ ხართ სრულმოწმეები. მოიტყუე, რომ ვიღაცა ორმა გოგომ დაგინახა. ეხლა იცინე. მაგრამ მოვა მე მაგ სიცილის დრო და ვინ გაიცინებს, მე განახეთ. აი ეგრე გატარებთ ქალაქში. თუ გონია რომ გაჯიჭუნდებით, თუ გონია რომ იგივეს არ დავწერ, შედი ჩემი Facebook-დან ნახე. იგივეს დავწერ და იგივეს გეტყვი. იმიტომ რომ ვინც უკანონო ბრძანებებს გასცემს. ეს კადრები გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ არის გადაღებული, სადაც მედიის წარმომადგენელი ლაშა ჯიოშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო 3000 ლარით დაჯარიმდა. ეს კი ლევან რუსიშვილია, პოლიციელი, რომელმაც სამართალ დარღვევის ოქმი შეადგინა. ბატონო, სტატუსებს დაასდევთ ახლა სტატუსებს ამ. არაფერ სტატუსებს არ დავდეთ ხალხო რა. ჩაიდინე. სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. აღარ არის ამ ქვეყანაში. შეასრულეთ რეჟიმის ბრძანება და კმაყოფილი მიდიხართ? საქმე ეხება ვიდეო მასალას, რომელიც ლაშა ჯიოშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ავტომობილის მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია. შემდეგ კი აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჯიოშვილის თქმით, ამ დარღვევის ფაქტს პატრული რეაგირების გარეშე შეხვდა. მისივე თქმით, ამის გამო პოლიციურ სისტემას როგორც უსამართლო უწყებას შეაგინა. ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნახეს და ლაშა ჯიოშვილის მიმართ სამართალ დარღვევის ოქმი შეადგინეს. საფუძვლად პოლიციელის შეურაცხყოფა მიუთითეს. დავით პაპუაშვილი ვერ მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ დღეს პოლიციაც, სასამართლოც, პროკურატურაც და ყველა სახელმწიფო ორგანო არის ერთი ბატონის ხელში, ესენი არიან მონები და აგრძელებენ თავიანთ მონურ საქმიანობას. მე ვთქვი და ვიმეორებ, რომ არ ვაპირებ ჩემი აზრების გამოხატვის შეზღუდვას ვიღაცა ცრუმოწმეების გამო. ეს ადამიანი საპატრულო პოლიცია სამწუხაროდ იქცა ფოტოგრაფებად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ესენი არიან სამარცხვინო ადამიანები, ესენი ამ ქალაქში ვერ ივლიან თავისუფლად, უბრალოდ ყველგან შევახსენებ ვინ არიან. მე მათ ყველგან ვეტყვი და წეღანაც გამოსვლის დროს ვუთხარი, რომ მე თუ სამართალ დამრღვევი ვარ, თვითონ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, არაერთხელ როდესაც სრულჩვენება მისცეს, რომ თურმე მე ეს ყველაფერი როდესაც Facebook-ზე ავტვირთე, იმის აღიარებაც არ უნდათ, რომ ჩემ Facebook-ზე პირდაპირ გაგებით ზძინავთ, როდის რას დავწერ, როდის რას ვიტყვი და რა ვიდეოს გამოვაქვეყნებ, ამის აღიარება არ უნდათ და მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ თურმე ეს ყველაფერი გაიგო, ვიღაცა ორი გოგოსგან, როდესაც კითხვა დაუსვი მე წინა სასამართლოზე, რომ მე Facebook-ზე არ მიწერია ჩემი სახელი და გვარი და თუ კი ამ გოგოებისგან გაიგო, როგორ მიპოვა მე Facebook-ზე და არა თურმე როგორც მიწერია ლაშა ჯიო აი ესე დამასახელეს ამ გოგოებმა, ვიღაც გოგოებმა. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას საშიში პრაქტიკა უწოდა უფლებადამცველმა ალექსი მერებაშვილმა. მისი თქმით, სოციალურ ქსელში გამოთქმული აზრის გამო ადამიანებმა შესაძლოა მიიღონ ადმინისტრაციული ჯარიმა. საშიში პრაქტიკა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ის, რომ სოციალურ ქსელშიც ადამიანმა შეიძლება მისი პოსტის გამო მიიღოს ადმინისტრაციული ჯარიმა 3000 ლარი, ან შეიძლება პატიმრობასაც დაექვემდებაროს. სამწუხარო არის, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ეს არ იყო პირისპირ შეურაცხყოფა ადამიანის, მეორე საერთოდ არ ყოფილა შეურაცხყოფა არავის მიმართულებით, კონკრეტული სისტემის მიმართ იყო კრიტიკა მიმართული ლაშა ჯიოშვილის მხრიდან და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და არც გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით ეს არ შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევად. ნუ სამწუხაროდ მავნე პრაქტიკა გაიზიარა ბატონმა მოსამართლემ და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა სააპელაციო სასამართლოში კიდევ უფრო არ გვაქვს იმედი, რომ რამე შეიცვლება. ლაშა ჯიოშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. განჩინების ჩაბარების შემდეგ ჯიოშვილი გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.